საღამომშვიდობის მეგობრებო, მე ვარ ქარზი, იგივე ცოტნე. დღეს ვისაუბრებ ერთ-ერთ ჩემ მოდელზე, რასაც ვიყენებ, Venom-ის მოდელს, ICT-ის. მინდა რომ განახოთ, დაგანახოთ ის ყველაფერი, რასაც მე ვუყურებ მარკეტზე, როგორც ვუყურებ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ არ უნდა იჩქაროთ, და მოკლედ შევეცდები მაქსიმალურად გამარტივებულად და სწორად გადმოგცეთ ის ინფორმაცია, რამაც იდეაში მე პირადად შემიცვალა მთლიანად ხედვა, ხედვა შემიცვალა რა, უბრალოდ დამატებით კიდევ ერთი მოდელი დავიმატე, რაც იდეაში არის ძალიან ლოგიკური და პრაქტიკულად შესაძლებელია რომ გამოიყენო და მინდა რომ მაქსიმალურად კარგად ყურადღებით მომისმინოთ, გაიაზროთ ეხლა რასაც ვიტყვი, როგორც ვიტყვი და თქვენს შეგიძლიათ, თუ მე შევძელი და ყველა ტრეიდერი იმას ვცდილობთ, რომ ვიყოთ პროფიტულები და ჩვენი საქმე გავხადოთ შემოსწავლის წყაროდ, თქვენც შეგიძლიათ ეს ყველაფერი, უბრალოდ არის რაღაც კრიტერიუმები, რაც უნდა დაუწესოთ ჩვენ საკუთარ თავს და მივყვეთ ჩვენს გეგმას, ჩვენს მოდელს და risk management-ს, ხო? risk management-ის გარეშე ჩათვალეთ, როგორი მოდელიც არ უნდა გქონდეთ, ჯერ 100%-იანი მოდელი არ არსებობს, 100%-იანი სტრატეგია არ არსებობს, მით უმეტეს თუ risk management-ი არ გაქვს და policy management-ი არ გაქვს, ჩათვალეთ, ვერანაირი მოდელი თქვენ ვერ გიშვედით. ამაში გულისხმობ რაღაც ზღვარი უნდა დაუწესოთ თქვენ თავს, რამდენი ტრეიდი უნდა აიღოთ, რამდენი ლოტით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე კიდე ცალკე მექნება ალბათ ვიდეო, თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ, იმიტომ რომ ჩემი აზრით და ალბათ ყველა პროფიტული ტრეიდერის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც ეს არის, ხო? ტექნიკურად ჩვენ ძალიან მალე გაიღრმავებ ცოდნას, მაგრამ იმაზე მეტი ცოდნის მიღება გჭირდება risk management-ში და ტრეიდის მენეჯმენტში და ფულის მენეჯმენტში, რომ შეიძლება რაღაც პონჩი ფსიქოლოგიურად შეგაფერხოს ამ ფაქტმა. ამიტომ მაინც პირველ ეტაპზე სულ დააყენეთ ეგ ყველაფერი. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ Venom-ის მოდელზე, ეს არის ორშაბათი, ეს ტრეიდი მე ავიღე, ძალიან high probability trade იყო, მინდა გითხრათ, ვინაიდან რადგანაც ორშაბათი იყო, თან ძლიერი გეპით გაიხსნა აღმავალ ტრენდში. ამ კვირის ტრეიდი არის, ხო, ძლიერი გეპით გაიხსნა აღმავალ ტრენდში. რა თქმა უნდა, რომ ლონგში იყო მარკეტი, იმიტომ რომ, კვირის low თუ გაკეთდებოდა ხვალანზე, დღეს დიდი ალბათობით არ იქნებოდა, თან ძლიერი გაფართოება იყო buy side-ის. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ლონგში უნდა წასულიყო მარკეტი და თან პლუს Venom-ის მოდელითაც უკვე ლონგში ვიყავი რა და ხა აგიხსნით ყველაფერს. იდენტურია, თქვენ თუ გადაავლებთ თვალს ამ მოდელს და backtests გაუკეთებთ, სულ იდენტურია მარკეტი, თითქმის სულ იდენტურია, უბრალოდ სხვადასხვანაირად მოძრაობს. კაი, პირველი ეხა შენ რა გინდა, ხო? პირველი შენ გინდა იცოდე, როდის შემოდის რეალურად AM სესია, ხო? ანუ როდის იწყება ნიუ-იორკი. ნიუ-იორკი იდეაში იწყება 7 AM-ის მერე. ნახე, კი, 9:30-ზე იხსნება მარკეტი და ვოლატილობა იზრდება, მაგრამ რეალურად 7 AM-ზე შემოდის ნიუ-იორკი. ამიტომ შენ უნდა დააკვირდე 7 AM-ზე დაწყებისთანავე მარკეტის ლიკვიდურობას, მოცემულობას, სად, როგორ, რანაირად მოძრაობს. ეხლა ნახე, Venom-ის პირველი უმნიშვნელოვანესი ეტაპი არის დრო. შენ აუცილებლად ნიშნავ 8 AM-ის მერე შენს ტრეიდ განრიგს, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი სწორად არის თუ არა. ნახე, აქ მომიშნე 8 ბოდიში, ეს 8:30-ია. ნახე, აქ მომიშნე 8 AM-ი. დააკვირდი? 8 AM-დან 9:30-მდე, ნახე, აქ არის 9:30 მონიშნული. არის საათნახევრიანი ციკლი. ამ საათნახევრიან ციკლში ყალიბდება მარკეტის liquidity. ნახე, დააკვირდი რას ვამბობ? უმეტეს შემთხვევაში ამ საათნახევრიან ციკლში ყალიბდება
მარკეტის liquidity. ანუ შენ თუ intraday ხარ და scalper ხარ, შენ საერთოდ არ გაინტერესებს, bias-ი გაინტერესებს, იმიტომ რომ თუ long-ში ხარ bias-ით და Venom-ის მოდელიც იდეაში სრულდება, მაშინ უფრო მეტი კონფირმი გაქვს რა. ამიტომ bias-იც საჭიროა, მაგრამ თუ bias არ იყენებ და ხარ, რაღაც პონჩი intraday და 15 წუთიან ჩარტს უყურებ უმეტესად მაინც, შეიძლება ეგრეც გამოიყენო, მაგრამ დამატებითი კონფირმი არის bias-ი. ანუ იცოდეთ, რომ მაინც საჭიროა იცოდეთ, სად უნდა წავიდეს მარკეტი, რომ უფრო მეტი კონფირმი გქონდეთ მარკეტზე. ოკეი. ანუ პირველი გავიაზრეთ, ხო? იდეაში 7 AM-ზე იხსნება, მაგრამ 7 AM-ს არ უყურებთ. კი, relative equal high-ები, unequal high-ები თუ დაკონფირმდა დიდი სიამოვნებით, რატომაც არა მეტი კონფირმია შენთვის. ანუ 7 AM-ის მარცხნივ მარკეტზე რა ხდება, შენ არ უყურებ. ხვდები ისი თქმა მინდა რა არის მთავარი აქ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 8 AM-ის მერე მარკეტზე ყალიბდება 9:30-მდე ამ 1 საათნახევრიან ციკლში ყალიბდება liquidity. ნახე, გაიაზრე კარგად. ოკეი. პირველი ეტაპი გავიარეთ, ესე იგი 8 AM-ზე ვნიშნავთ ჩვენს დროს და ვაკვირდებით ფასის მოძრაობას, სანამ 9:30 დაიწყება. ეხლა ნახე დააკვირდე აქ ერთ რაღაცას. შენ ხარ long-ში bias-ით. მარკეტმა კარგად დააკვირდი აქ რა მოცემულობა შეგიქმნა. ოკეი, მოდი ეხლა მეგეტყვი აქ შენ თუ ვერ ხვდები რა მოცემულობა შეგიქმნა აქ მარკეტმა, მეგეტყვი. დააკვირდი ამ high-ს, დააკვირდი ამ high-ს. რა არის? ეს ორი high რას გახსენებს? გახსენებს relative equal high-ს. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიკვიდურ ზონას. relative equal high-ი დაკონფირმდა 8 AM-ის საათნახევარიან ციკლში. ნიშნავს იმას, რომ არის ძლიერი liquidity ზონა და პლუს ამას შენ ხარ bullish. ნახე რამ ხალხ კონფირმი მოგცა, რომ შენ long-ში უნდა შეხვიდე მარკეტზე, ხო? ერთ relative high, მეორე relative high. იდეაში სამივე relative high შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თავარი liquidity უკვე მაინც აქ არის. თუ აქაც იქნებოდა equal high ან relative equal high, რა თქმა უნდა, რომ ეს ზონა ძლიერი liquidity ზონაა. თუ სამივე გამწკრდებოდა, უფრო მეტად liquidity ზონა, მაგრამ შენი მთავარი დანიშნულება არის ეს relative equal high-ი პირველი, მეორე. Final tape-ი გაგ ამ high-ზე. რატო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საათნახევარიან ციკლში დაკონფირმდა მაღალი ალბათობის liquidity და პლუს ამას თუ შენ ხარ bullish bias-ით, უფრო მეტი კონფირმაცია. ოკეი, შემდეგ რა ხდება? შემდეგი ეტაპი არის უკვე გახსნა მარკეტის. 9:30-ზე რომ მარკეტი იხსნება, ყველაზე კარგ შემთხვევაში მარკეტი რას აკეთებს, იცი? ჯერ ხსნის ქვემოთ sell side-ებს, ანუ აქ რო liquidity დაგიგროვა, ყველა ფიქრობს, რომ შესაძლებელია 9:30-მა ეს liquidity ჩახსნას. მალევე. მაგრამ არა, ჯერ უნდა ჩაიტანოს ქვემოთ liquidity-ები. ნახე, ერთ sell side, მეორე sell side. მესამე sell side. ნახე რა ძლიერი გაყიდვა იყო. აქ ხალხი მოატყუა მარკეტმა, რომ არის მარკეტის ფასი short-ში. მით უმეტეს ძლიერი gap-ით არის ქვემოთ გახსნილი. დიდი ალბათობაა რომ ჩავიდეს, ხო? ძლიერი gap-ით გახსნილში რავს გულისხმობ, ნახე? აქ gap-ი გვაქვს, ძლიერი მე ხა აღარ მიჩვენებს, არ მაქვს. ნაყიდი არაფერში არ მჭირდება, რომ ეს ვიყიდო. ხო, აქ არის ამ კვირის gap-ი. ხო, ანუ აქ მოატყუა ხალხი მარკეტმა, რომ უნდა გაიშორთოს. კი ბატონო. ოკეი, შენ თუ ჭკვიანი ტრეიდერი ხარ და ამ ყველაფერს უყურებ, შენ ვერ მოტყულდები. უბრალოდ ცოტა ხანი უნდა დაილოდო. მით უმეტეს რომ შაბათია, ცუდი price action-ია. მაგრამ შემდეგი ეტაპი რა არის? ნახე, sell side-ი აიღო მარკეტმა 1, მეორე, ხო, 2 sell side-ი გაქვს მარკეტზე. 3, 4, 5 sell side-ები მთლიანად ჩახსნილია. ანუ ბალანსი მარკეტზე შენარჩუნებულია. შემდეგი ეტაპი რაც ცელოდები არის უკვე უშუალოდ ფასმა შეიცვალოს მიმართულება და უკვე დაიწყოს სვლა liquidity-ებისკენ. ნახე? ამ ზონისკენ. ვინაიდან და რადგანაც ხშირ შემთხვევაში ხდება რომ AM-ზე არის ფასი,
დახსნის, რადგან სურშაბათი იყო და ცუდი price action ჰქონდა, მარკეტმა გადაწყვიტა, რომ PM-ზე აეტანა რა. ნუ, თან იდეაში ლოგიკურიც იყო, რომ ცუდი მარკეტი იქნებოდა. ცუდი რა, ნუ, რთული მარკეტი შედარებით, მაგრამ ალგორითმია. ნახე, როგორ ლამაზად ეხავს, მაინც. ოკეი. ეხლა ნახე აქ რა ხდება. ეხლა აქ რას უნდა დააკვირდე. პირველი, რაც არის შესამჩნევი აქ, ნუ პირველ EFG-ზე ჯერ არ ვილაპარაკებ ღრმად, მაგრამ დაგანახებ პირველი EFG-ის ძალას. პირველი EFG, სადაც მარკეტი აკონფირმებს იდეაში პირველი EFG-ის, ნიშნავს იმას, რომ არის ძლიერი ვოლატილობა ამ ზონაში. ანუ ნახე, EFG რა არის? EFG არის დარჩენილი იდეაში, იმიტომ რომ ვოლატილობა არის ძლიერი, ანუ ძლიერი გაყიდვა მოხდა, ან ყიდვა, ხო? მაგით რჩება იდეაში EFG და EFG ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდური ზონაა. ჩვენ იდეაში ხშირ შემთხვევაში long-ის entry-ისთვის ვიყენებთ, ნუ ისევე როგორც liquidity-თვის ვიყენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ხშირ შემთხვევაში მაინც ახლა entry შესაძლოა ვიყენებთ, მაგრამ უნდა გავუაზროთ ის, რომ EFG იდეაში არის იგივე liquidity, სადაც ძლიერი გამყიდველებია, შემსკვლელებია, მაგით რჩება gap-ებიც და მაგით რჩება EFG-ებიც მარკეტზე. და მით უმეტეს, როდესაც პირველი EFG არის 9.30, ანუ მარკეტის გახსნის მერე ეგ ზონა არის ყველაზე ლიკვიდური ზონა, ხო? ანუ რატო ყველაზე ლიკვიდური ზონა? იმიტომ რომ აქედან გაყიდა და იყიდა ხალხმა. ხვდები რის თქმა მინდა? ეს გაიაზრე. შემდეგი ეტაპი არის ველოდებით პირველი EFG-ის წარმოქმნას რა. ეხლა ამ შემთხვევაში არის მომენტები, როდესაც პირდაპირ 30 წუთიანი ციკლი იღებს ამ buy-side-ებს. ნახე რის თქმა მინდა, როდესაც პირველი EFG კონფირმდება და მარკეტი ბოდით ზემოთ ტოვებს, ეხლა ნახე აქ რო ჩამოვიდა, sell-side-ები აიღო მარკეტმა, ავიდა, აქ ბოდით არ დახურა ზემოთ, მაგრამ ბოდით რო დაეხურა ზემოთ, შესაძლებელი იყო, რომ აქედან უკვე წასულიყო მარკეტი long-ში. მაგრამ ნახე აქ ბოდით არ დახულა. ანუ ნიშნავს იმას, რომ 30 ანუ 9.30-ის გახსნა 30 წუთიანი ციკლი იყო პრაქტიკულად კონსოლიდაციაში, ხო? ანუ ძლიერი გაყიდვა იყო და აქ უკვე ფასი დადგა. ესეთ დროს, როდესაც არ გვიტეხავს ბოდით ზემოთ პირველი EFG-ის, რა თქმა უნდა, არაფერს არ აკეთებ, ხო, არ შედიხარ long-ში, იმიტომ რომ ლოგიკურია, რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველი EFG-ის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ვართ long-ში ან short-ში, შეგვიძლია აქედან გავხსნათ ტრეიდი იმ შემთხვევაში, თუ ბოდით ზემოთ იხურება. რა თქმა უნდა, არ დაიხურა ბოდით ზემოთ და არაფერს არ გააკეთებდი აქ და ეხლა ნახე აქ რა ხდება. უკვე მაკრო არის დაწყებული პლუს ამასთან და უკვე იხსნება 10 AM-ი. აქ უკვე მეორე ფიქრი გიჩნდება ესეთ შემთხვევაში, რომ როდესაც უკვე უახლოვდება 10 AM-ს, ნიშნავს იმას, რომ ახალი 4 საათიანი სანთელი იხსნება. როდესაც ახალი 4 საათიანი სანთელი იხსნება, აუცილებლად მარკეტზე რა უნდა მოხდეს? თუ long-შია, ჯერ უნდა გაიკეთოს low მარკეტმა და შემდეგ უნდა წავიდეს. ნახე, რა კარგად დაგილაგე ეხა გონებაში, შენ თუ კარგად იაზრებ. ანუ შემოდის ახალი 4 საათიანი სანთელი. ანუ ახალი 4 საათიანი power of 3 გვინდა, ხო ჩვენ? ანუ ჯერ რა უნდა გააკეთოს მარკეტმა, თუ მე ვფიქრობ, რომ ეს liquidity უნდა აიღოს, უნდა გაიკეთოს low. ხო? Open, low, high, close. მარტივად ძალიან. შემოვიდა 10 AM-ი დააკვირდი, ეს არის 10 AM-ის გახსნა. ესე იგი, მარკეტმა ეხლა აქ კიდე ძალიან მატყუარა ბრჭყალებში მოძრაობა გააკეთა და აქ იდეაში retail trader-ები უეჭველი გალონგავდნენ, იმიტომ რომ თან იციან მაკროა, თან იციან რომ liquidity ზემოთ არის, ხო? შეიძლება ბევრი მოტყუდეს ესეთ შემთხვევაში, მაგრამ შენ არ უნდა მოტყუდე და გეტყვი ხა როგორ არ უნდა მოტყუდე. ნახე მარკეტი წავიდა 10 AM გაიხსნა. price action-ი არ იყო ლამაზი, მაგრამ ნახე ამ შემთხვევაში, როცა ავიდა ფასი, ბოდით ზემოთ დახურა EFG. ვინც იდეაში ხა ამ სტრატეგიით ვაჭრობს, უმეტესმა იცის რომ როდესაც პირველი EFG ბოდით იხურება ზემოთ, აქედან long-ავენ, ნახე. აი უკვე ამ ზონიდან ძალიან ბევრი იქნებოდა უკვე long-ში. ხო? ანუ ლოგიკურია. იმიტომ რომ ბოდით ზემოთ დახურა პლუს liquidity რო იცი რომ აქ არის, აქედან მიყვები. მაგრამ ეხლა მე დაგანახებ ერთ კაი რაღაცას და კიდევ გაგახსენებ იმას, რომ როდესაც 4 საათიანი
საათი იხსნება და 10 AM შემოდის მარკეტმა რა უნდა ქნას თუ ლონგში ვართ, უნდა გაიკეთოს low. შენ ახლა აქ უყურებ რომ low გაკეთებული აქვს მარკეტს, დააკვირდი? ძალიან არასასიამოვნო low აქვს, ხო, გაკეთებული მე მგონი. შენც ამჩნევ, ხო? რომ არ არის კარგი low. Low-ს გაკეთება არის, აი ზუსტად ეს ზონა ნახე. დააკვირდი? და აქ უკვე დაკონფირმდა Venom-ი. ორი ვარიანტი გაქვს უკვე აქ. ორი ვარიანტი გაქვს უკვე აქ. პირველი შეგიძლია რომ როდესაც sell side-ი აიღო, 10 AM-ა low გაიკეთა, პირველი ვარიანტი შენ შეგიძლია აქედანვე trade-ში შეხვიდე, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ჯობს რომ არ შეხვიდე, იმიტომ რომ მაინც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული კარგად მარკეტი და ჯობია რომ მე კონფირმს დაელოდო პირველი, იმიტომ რომ CMT გინდა ინტერვალი ან ექსტერნალი, ხო? CMT არა მაქვს ხა აქ ამ low-ებზე. პირველი მაგიტო არ უნდა შეხვიდე. კი, displacement-ი იყო, შეგეძლო აქაც შესვლა რაღაც FIFJ-ების გარღვევით, მაგრამ მოდი, ცოტა ხანი კიდე დაელოდე კარგი მარკეტს, იმიტომ რომ ორშაბათია. და შენ გჭირდება ძალიან კარგი კონფირმები იმისთვის, რომ შენ ლონგში გახსნა და მე განახებ როგორ უნდა შეძლო ეგ ყველაფერი და რა უნდა დაინახო მარკეტზე. Okay, პირველი შეგიძლია აქენა შესულიყავ, იდეაში Venom მოდელი უკვე დაკონფირმებულია და გეტყვი ხარ რატო აქ რო sell side-ი ჩამოიტანა, ძლიერი გაყიდვა, ძლიერი შესყიდვა. Displacement-ი ქვემოთ ჩამოტანა sell side-ის, low-ს გაკეთება 4 საათიანი low-ს გაკეთება, displacement-ის ზემოთ, FIFJ-ები გაირღვა, CSD გაირღვა, ყველაფერი კარგად არის long-ისთვის. მაგრამ ერთადერთი რაც არ არის CMT და CMT არ არის trade მარტივად. შეიძლება reverse-იც ყოფილიყო. Okay, ეხლა მე შენ დაგანახებ საიდან უნდა შესულიყავ. შემდეგ AEM-ზე იყო კონსოლიდაცია, ნახე. აქ როგორი კონსოლიდაცია არის. მე ხა გაგიხსნი შენ აქ კიდევ ერთ ES-ის charts და დაგანახებ. ძალიან კარგ CMT, საიდანაც შენ შეგელო, გახსნა. თან რატო არის ხა ეს კონსოლიდაციაში, ხო? შეიძლება გაგიჩნდათ კითხვა. იმიტომ რომ არის 10 AM-ის გახსნაზე, ნახე. ხშირ შემთხვევაში მარკეტი იყენებს support-ად ამ ზონას. ხშირ შემთხვევაში მარკეტი ძალიან ხშირად იღებს ამ ზონას. მით უმეტეს, როდესაც დაბალ ალბათობიანი დღე არის. იყენებს support-ად რა. არის მომენტები, რომ თემი ეგრევე გარბის და მაგაზე კიდე ცალკე მოდელი მაქვს, თუ როგორ შეიძლება რომ ეგეთ დროს შენ აიღო trade-ი და იდეაში ეგ პირველ ვიდეოში მაქვს ახსნილი, მაგ მოდელზე მაქვს საუბარი, მაგ მოდელს ვიყენებ. ნუ კიდევ არის რაღაცები, მაგრამ თუ სრული გექნებათ მაგასაც ახსნი. Okay, გამოიყენა support-ად. ანუ low გაკეთებულია მარკეტზე. კარგია რომ აღარ ტეხავს ქვემოთ, მაგრამ შენ გინდა მთავარი კონფირმი მარკეტზე. მთავარი კონფირმი რა არის? პირველი გაიხსენე CMT. CMT არ არის მარკეტზე? არ არის trade მარტივად. როდესაც PM-ზე გადმოვიდა მარკეტი, დააკვირდი როგორი ლამაზი CMT იყო აქ. Yes-მა low გატეხა, NQ-ს low არ გაუტეხავს. ერთი კონფირმი მაქვს უკვე აქ, მეორე კონფირმი რა მინდა გაიხსენე? CSD. CSD სად არის ამ ზონაში? დააკვირდი. CSD სად არის ამ ზონაში? Sell side-ი აიღო, liquidity აღებულია. აი შენი CSD. უფრო მეტი კონფირმი თუ გინდა? კიდევ განახებ, რას უნდა დაელოდო, მაგრამ ის ეტაპი რაც აქ მოხდა ეს პირველი და მეორე აქედან უკვე შენ შეგიძლია რომ ავტომატურად trade-ში შეხვიდე. შენ თუ ნახე ჩემი წინა ვიდეო trade-ის, იდენტური trade-ი მაქვს აღებული. ზუსტად ესეთი trade-ი მაქვს აღებული. თუ არ გაქვს ნანახი, აუცილებლად ნახე, ხო, ჩემი წინა ვიდეო, trade-ის ვიდეო მაქვს განხილული, სადაც შევდივარ trade-ში, ზუსტად იდენტური trade-ია. კაი, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგანაც ორშაბათი იყო, აქ არ შევედი მე trade-ში. კიდევ ერთ კონფირმს დაველოდე და განახებ ხა მაგ კონფირმს. მაგრამ ეს შეგიძლია უკვე Venom მოდელად გამოიყენო, აქედან შეხვიდე პირდაპირ ბოდის დახურვაზე, მე შევდივარ ბოდის დახურვაზე. CSD რო იხურება, ეგრევე შევდივარ, იმიტომ რომ არის მომენტები, რომ CSD-ს არ იღებს. და ამიტომ ჩემს მაღალ ალბათობიან trades ორი ფიფის გამო იასნია რომ არ დაველოდები რა. ამიტომ შენ შეგიძლია ეგრევე შეხვიდე, შეგიძლია დაელოდო, მაგრამ აქ დაელოდებოდი გაგიქცეოდა trade-ი, ხო? მარტივად. Okay, შეგიძლია CMT-ზე დააყენო, შენი stop loss-ი ლოგიკური იქნებოდა და ჯობია სულ, არ ამ low-ზე, იმიტომ რომ ლოგიკურად უკვე აღარ უნდა ჩამოსულიყო ფასი.
ოკეი, პირველი ხა აქედან რომ შეგეძლო შენ შესვლა, აუცილებლად შენი პირველი take profit არის პირველი EFG-ში. რატო? იმიტომ რომ ეს ზონა არის support. ეს ზონა არის ყველაზე ლიკვიდური ზონა მთელს ამ მოძრაობაში. ანუ შენი პირველი take profit-ი არის აქ. შეგიძლია 50%-ზე, იმიტომ რომ 50%-ში შემთხვევაში იღებს, შეგიძლია შეხებოდა. თავარი take profit-ი სად არის? მოდი, ახლა მე განახებ რა ლამაზი ერერი გამოვიდოდა. 9.30 აუცილებლად კიდევ ერთი ფართიალი, ყოველ მიზეს გარეშე, როგორი liquidity-ც არ უნდა ედოს ზემოთ. და მთავარი liquidity სად არის? ჩვენი Venom-ის მოდელის პირველი, მეორე, მესამე შეგიძლია გამოიყენო. ამასაც ტეხავს მარკეტი, იმიტომ რომ YM-ზეა დაფიქსებული, მაგრამ მაინც relative equal high-ები, ხო? ანუ აუცილებლად. relative equal high-ები, ანუ ყველაზე მაღალ ალბათობიანი ლიკვიდური ზონა, საიდანაც შეიძლება რომ მარკეტი ასულიყო. აჰა. იდეაში ბოლო მაკრომ აიღო ეს დახურვა, მაგრამ აიღო. ხო, აქ რო ფართიალი გაქვს შენ ჩახსნილი, ნუ უკვე აღარც ნევრიულობ. ხო და შეიძლება აქ ჩახსნა უკვე მთლიანად რა, აქ რო ცუდი price action იყო, აქ უკვე ჩახსნილი გექნებოდა რა. ნუ მე ჩახსნილი მექნებოდა, ეხა კი ვიცი რომ აქ liquidity ზონაა, მაგრამ საკმარისია ეს ყველაფერი ჩემთვის. და შენთვისაც ეგრე უნდა იყოს, არასდროს არ უნდა გაიგრიდო. ოკეი, ეხა ნახე, აქ რა ხდება. იდეალური ტრეიდი, პირველი take profit-ი, მეორე take profit-ი, აქ გზადაგზად კიდევ ფართიალები უნდა ჩაუხსნა, ხო? ეგ ეხა, ნუ trade management-ი ძალიან მნიშვნელოვანია. კაი. მოდი ახლა მე განახებ მე საიდან შევედი trade-ში და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მაღალ ალბათობიანი იყო ორ შაბათის პირობაზე რა. კი, ესეც მაღალ ალბათობიანია, მაგრამ ეს უფრო. ეხლა ნახე, რო ჩამოვიდა მარკეტი CMT, displacement-ი CSD და მეოთხე კონფირმი ამ შემთხვევაში გამოვიყენე რა, პირველი EFG. დააკვირდი პირველი EFG-ს რას უკეთებს მარკეტი? ადის, retracement-ი პატარა შემოbrunება, ისევ ადის და ნახე აქ რა ხდება ბოდით ზემოთ იხურება. დააკვირდი? ჩემი entry იყო ეს ზონა. როგორც კი ბოდი თქვენ დაიხურა retracement, ანუ ნახე support-ად იყენებს. ნახე 10 და retracement-ი ნახევარი აიღო EFG-ს 50% და წავიდა მარკეტი. ჩემი trade იყო ეს. Stop loss-ი მქონდა ამ low-ზე. ავტომატურად ნახე ხა აქ trade-ის management-ი როგორი იყო. როგორც კი აქ ეს minor buy side-ი ჩაიხსნა, ნახე. minor-ი როგორც კი ჩაიხსნა, ჩემი stop loss-ი ავტომატურად იყო break-even-ზე. ერთი ფართიალი აქ მქონდა პატარა ფართიალი, რომ მთლიანობაში profit-ში დავრჩენილიყავი რო რამე და ჩემი მთავარი take profit იყო 9.30-ის გახსნა რა. მარტივად ნახე. რომ ხელა ერერი იყო? აღარ მახსოვს. 4 ერერი იყო. 4.5. მე მგონი შევძლებლა დაგანახებ მარტივად რაღაცებს, ხო? თავარი არ იჩქარო და თავარია გაწერილი კონდეს ეს ყველაფერი რა. მარკეტი აუცილებლად მოქცევს საშუალებას, რომ შენ ტრეიდი აიღო. არ იჩქარო. ნახე, თავარი ჩემი პრობლემა ყოველთვის იყო სიჩქარე. მე დიდი ხანი დამჭირდა იმის გააზრება, რომ სიჩქარე ამ საქმეში საშინლად არ შეიძლება რა. ძალიან ბევრი ლოსი მაქვს, მაგის გამო მიღებული ძალიან ბევრი ჩელენჯების და ფანდედების მაქვს დაკარგული ზუსტად მაგიტო. სანამ არ გავიაზრე, რომ ყველაფერი არის, აი როგორ გითხრა, მათემატიკურად არის გაწერილი, ნახე, ერთი ნაბიჯ, აი ერთმანეთს უნდა დაადო, შეაკო წიწო და ისე უნდა შეხვიდე ტრეიდში. ხვდები? მე მგონი შევძელი და აგიხსენი რაღაცეები რა. კი შეიძლება ეხა კიდე კითხვის ნიშნები გქონდეთ და it's okay, მესმის, ნუ არ არის მარტივი, შეიძლება ეხა მე მიმარტივდება და მაგიტო რაღაც პონჩი ჩემი გონება ისე აზროვნებს, რომ თქვენ შეიძლება გაგიმარტივდეთ, მაგრამ მე ვცდილობ რა, რომ აგიხსნათ კარგად. ოკეი. ეს არის შენი Venom მოდელი. ნახე რა მარტივია.
და რამხელა probability გამოყენება. პარასკევსაც ეხა მე რა ვიდეოს დავდე, მსგავსი იდენტური ტრეიდი მაქვს აღებული და შენ შეგიძლია ნახო და გადახვიდე ზუსტად იდენტური ტრეიდი მაქვს აღებული რა. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ბიჭებო, ვინც გვერდში მიდგახართ და კარგ კომენტარებს მიწერთ. ჩემთვის არა აქვს სიმართლე გითხრათ მნიშვნელობა იმას, რომ რამდენი ადამიანი ნახავს ახლა ამ ვიდეოს და ნახვებზე და რაღაცეებზე გაგიჟებული. ვაფშე არა ვარ. ანუ საერთოდ არ ვარ. ჩემი ერთადერთი მოტივი არის ის, რომ ჩემი ცოდნა, რაც მე მაქვს, გადმოვიტანო და თქვენ რაღაც პონჩი დაგეხმაროთ რა. და ეს არის ჩემი მიზანი და ამას უეჭველი გავაკეთებ მე. სრულიად უფასოდ გავაკეთებ ამ ყველაფერს და მერწმუნეთ, ვინც მომისმენთ და ვინც გაითვალისწინებთ იმ რაღაც რჩევებს, რაც ჩემი გამოცდილებიდან მაქვს ამ საქმეში მიღებული და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე შეძლებთ თქვენც ძალიან კარგი შედეგების დადებას რა. ვიწყებ, კაროჩე და მზად იყავით რა. ძალიან ბევრ მაგარ რაღაცას გაგაგებიებთ. ოკეი, მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებულ კვირას გისურვებთ, დავისვენოთ ახლა შაბათ კვირა, აღვიდგინოთ ენერგიები და შევხვდეთ ახალი ენერგიებით მარკეტს. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები.